Adoleva კორუმი გვაქვს, ხო? Კეთილი, მაშინ კომიტეტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხდომაზე გვაქვს დღის წესრიგით ერთი საკითხი განსაზღვრული. ეს არის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა. მე კოლეგებს ვთხოვ დღის წესრიგი დავამტკიცოთ, ვინ არის თანახმად, გმადლობთ. Am თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვყავს სტუმრად მოხსენებელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გალტონი რუსუდან კოხოძე. ასევე გვესწრებიან დავით გვარამაძე, თამთა ფეტუიაშვილი, ბატონი თემურ გოგინოვი, ბატონი მუხრანი? ხო, კეთილი. ბატონი მუხრანიც, გულაღაშვილიც ცოტა მოგვიანებით შემოგვერთდება. კეთილი. გალტონუსთან. გისმენთ, დავიწყოთ და კითხვები ასე ვქნა, ჯერ მოვისმინოთ და შემდეგ კითხვები რაც გვექნება, შემდეგ დავუსვათ. მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმებით ამ სწრაფ საზოგადოებას. პირველ რიგში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს სახელით მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის, რომ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება და ამ მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. Როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ერთ-ერთი წამყვანი უწყება ამ მიმართულებით, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო სერვისს თავაზობს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს და მათ შორის აღსანიშნავია სააგენტოს აქტიურად მომართავენ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ყოფილი მოქალაქეები საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, ჩვენ სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, განიხილოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და ყოფილი მოქალაქეების განცხადებები იმგვარად, რომ თუ კი ისინი აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაქსიმალურად მიეცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ საქართველოსთან კავშირი, სამართლებრივი კავშირი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული, როგორც მოგეხსენებათ. და ამასთანავე ბოლო წლებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ საკითხი ახლებურად დარეგულირდა 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით. შედეგად, პირებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა, რომ მომართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. ან ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა, შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით. 2018 წელს კანონში გაჩენილი ეს შესაძლებლობა დღემდე აქტუალურია, რასაც მოწმობს პირთა დიდი ინტერესი და მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რის გამოც კანონით განსაზღვრული მომართვის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, მათ შორის 2024 წლის ბოლოს 2 წლით, ანუ 2027 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა სააგენტოსთვის მომართვის ვადა ზემოხსენებულ მოქალაქეობის შენარჩუნებასა და აღდგენის დროებით უფლებაზე. რაც შეეხება მომართვის არხებს და საქმეების განხილვას, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ფილიალებს, ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო წარმომადგენლობას. ასევე აღსანიშნავი არის, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის სერვისის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტოში მოქმედებს დისტანციური მომსახურების სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ონლაინ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით გააკეთონ განცხადება მათთვის სასურველი სერვისის მისაღებად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ